გრძნობს ახლა, როდესაც უკვე საათები გაშორებთ ნიკას ნახვას და ეს გისოსები სულ მალე გაიღება და ეს ციხის კედლები შენობა ყოფილა ციხეს არ აგავს პირველად ამარაკა. შენობაში იმყოფება. პირველად იქნებით, იმიტომ რომ არ ქონიათ ამ ტიპის პრეცედენტი, მაგრამ ეს ბრძოლა განსაკუთრებული ბრძოლა იყო თქვენთვის, საქართველოსთვის, ნიკასთვის, აი რას გრძნობთ? ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიკა დღეს იქნება თავის შვილთან ერთად. და სანდროსთან წყვილების თქმა არ დამჭირდება, იმიტომ რომ ხან რას ვეუბნებოდი, ხან რას და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩაიხუტებიან ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ქონდა აი პოლიტიკური წონა, რამდენად ქონდა მნიშვნელობა ნიკას ამ თავგანწირვას, ამ სამთვიან ბრძოლას, რომელიც ყველაზე მძიმე ალბათ მაინც ოჯახისთვის იყო? მე მეამაყება ნიკას აი ასეთი ძლიერი პოზიცია, ის არ არის მოღალატე და არასოდეს არ უღალატებს იმას, რასაც ფიქრობს. ის არის ერთგული სამშობლოსი, ნამდვილი ქართველია, უყვარს საქართველო და საქართველოსთვის სიცოცხლესაც კი დადებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნიკამ ასეთ ასაკში ამხელა დიდი სიყვარული დაიმსახურა. წარმოიდგენდით ამას და თქვენ თვითონ თუ იყავით მზად იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა ყოველთვის მძიმეა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ როდესაც საჯარო ფიგურა ხდება ადამიანი, ის მუდმივად არის კრიტიკის ობიექტი, საზოგადოების ყურადღების ქვეშ, მაგრამ გისოსებს მიღმა თუ აღმოჩნდებოდა ნიკა, ალბათ ამის წარმოქმნა განსაკუთრებით გაგიჭირდათ. ვიცით, რომ თქვენ მხარს უჭერდით მის ბრძოლას, მაგრამ მაინც დღეს რას ფიქრობთ? გარდატეხას შეიტანს ნიკას ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ცხოვრებაში? ნიკას ამ გადაწყვეტილებამ უკვე შეიტანა ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხები. მაგი მოგვევლინა როგორც უკვე ოპოზიციის ლიდერი, რასაც არ მალავენ თვითონ ოპოზიციონერები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და მე მიყვარს. მე იცით რომ ექიმი ვარ და 50 წლის ასაკში მომივიდა მხოლოდ სახელი და სიყვარული ხალხის და ნიკამ ეს შეძლო 40 წლის ასაკში. ნიკა მელიას მამა გავხდი და მიამაყება ამისი, რომ ჩემი შვილი არის მებრძოლი ვაჟკაცი და ნამდვილად ვამაყობ ამითი მე. და ვამაყობ იმითი, რომ ნიკა საქართველოსთვის ძალიან ბევრ რაღაცებს გააკეთებს, იმიტომ რომ ის სული და გულით არის ქართველი. და კიდევ ერთი ბატონო ანზო, როდესაც გამოვა ნიკა მელია საპატიმროდან, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად შეძლებს ის, რომ გამაერთიანებლის როლი ისე მოირგოს და შეძლოს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები დღეს ოპოზიციის ერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ წინ არის გადამწყვეტი ბრძოლა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც რეფერენდუმს გავს. ნიკა მელია პატარა რომ იყო 12-13 წლის ყოველთვის მეუბნებოდა რამ დაგაქმევინა ნიკანორი ჩემთვის. მე ვეუბნებოდი ნიკა ეს არის ბერძნული გამარჯვების მომასწავებელი, შენ ხარ დაბადებული გამარჯვებისთვის, შენ ნახე ცხოვრებაში სულ გამარჯვებული იქნები და მე დარწმუნებული ვარ რომ ნიკა მელიას ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ ის მას სული და გულით უყვარს საქართველო და თავს გადადებს საქართველოსთვის.